საიდუმლო სერობის ახალი აღმოჩენა სენსაციურად გავრცელდა და და ვინჩის კოდის სრულიად განსხვავებული ვერსია შექმნა. მთავარ გასაღებს მკვლევარმა მონასტრის კედელზე მოხატულ თაღებში მიაგნო, მისი მტკიცებით ლეონარდომ ერთგვარი საათი შექმნა, რომელშიც შეიძლება სწორად გამოთვლის შემთხვევაში მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღი ამოვიკითხოთ. ჩვენ მკვლევარ საბრინას ფორზა გალიციას ფლორენციაში ვესტუმრეთ. ახალი მეცნიერული თუ ფანტასტიკური აღმოჩენების შემდეგ და ვინჩი ინტერესს მხოლოდ ფერწერული შედევრებით არ იპყრობს. ფლორენციაში, მილანში და ყველგან სადაც ლეონარდოს ნამუშევრებია გამოფენილი, ცნობის მოყვარეების რაოდენობა სისტემატურად იზრდება. რენესანსის პერიოდის გენიუსის ამოცანის ამოხსნა წარმოშობით იტალიელმა კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა საბრინას ფორსა გალიციამ გადაწყვიტა. 2006 წელს დენ ბრაუნის სკანდალური რომანის გამოსვლის შემდეგ აღშფოთებული ვატიკანი წიგნს ხმამაღლა გმობს და სიმართლის დასადგენად და ვინჩის ცნობილ მკვლევარს ყველაზე ხელშეუხებელ არქივებში უშვებს. ხანგრძლივი კვლევების შემდეგ შოკის მომგვრელი დასკვნაც გამოქვეყნდა. ახალი აღმოჩენის მიხედვით და ვინჩის კოდი მთლიანად ერთ ნახატშია მოქცეული. საიდუმლო სერობა ფრესკა, რომელიც და ვინჩიმ მილანის მონასტრის კედელზე მოხატა, ახალი აღთქმიდან იმ სცენას აღწერს, სადაც იესო მოწაფეებს ამცნობს, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემს მას. მოციქულების რეაქცია შესაბამისად არაერთგვაროვანია. კვლევის მიხედვით ლეონარდომ ამ ნახატით მთელი კაცობრიობა ქრისტეს შობიდან აღწერა და ერთგვარი კოსმიური საათი შექმნა. ჩემი მთავარი აღმოჩენა დროა. თუ შეხედავთ, დაინახავთ სხვადასხვა სახის მცენარეს, როგორიც არის პალმა, მსხალი, ვაშლი. ეს წელიწადი სხვადასხვა დროს გამოხატავს. ეს არის საკმაოდ რთული საათი, რომლის ნიმუში შეგიძლიათ ნახოთ ვიტრუვიოს წიგნში არქიტექტურა. ამგვარი საათი ადრეც არსებობდა და ანაფორული ეწოდებოდა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი კვლევა, არამედ ლეონარდოს ხელნაწერებიდან და ნაშრომებიდან გამოტანილი დასკვნა. ლეონარდოს ხელნაწერებს მკვლევარი პირადად გაეცნო, მაგრამ ჯერჯერობით ვატიკანი გამოქვეყნების უფლებას არ აძლევს. სწორედ ამ ხელნაწერებში და ვინჩის ნაშრომებიდან დგინდება, რომ ფრესკაზე 5 სხვადასხვა დროა მითითებული. პირველი ცენტრალური თაღი საიდუმლო სერობის დროს ქრისტეს შობიდან 33 წელს აღნიშნავს. ასევე არის მითითებული ლეონარდოს მიერ ფრესკის მოხატვის დაწყების თარიღი 1494 წელი. დანარჩენ 3 დროს კი უკვე მინიშნება მეორედ მოსვლის შესახებ. ამ ფრესკით ლეონარდო მიწინას წარმეტყველა 4006 წელი. ეს არის ბოლო თარიღი, რომელიც იკითხება. ჩემი აღმოჩენის სწორედ ეს გამოხატავს იესოს დაბრუნებას, მეორედ მოსვლას. ლეონარდო ტოვებს არა მხოლოდ წელს, არამედ მეორე მოსვლის ზუსტ რიცხვს. მისი გამოთვლებით 4006 წლის 21 მარტს დედამიწაზე კატაკლიზმები დაიწყება. ხოლო იგივე წლის 1 ნოემბერს ყველაფერი მეორედ მოსვლით დასრულდება. მათემატიკურ ასტროლოგიური თავსატეხის ამოხსნა ლეონარდოს ნაშრომების ძირეული გამოკვლევის შედეგია. მკვლევართან ერთად 2 მეცნიერი ფიზიკოსი და ასტროლოგი მუშაობდა, რადგან ფრესკის თითოეული მილიმეტრი მხატვრის მიერ გამოთვლილია და უამრავ გეომეტრიულ ელემენტს შეიცავს. საბრინას ფორსას ვარაუდით, ადამიანი, რომელიც დროის მანქანის შექმნაზე ფიქრობდა, ბუნებრივია მეორედ მოსვლითაც იქნებოდა დაინტერესებული. ზუსტად რას ფიქრობდა მხატვარი ფრესკის მოხატვის დროს მხოლოდ ვარაუდია. ცნობილია შექმნის ისტორია. დუკმა ლუდოვიკოს ფორზამ მილანის სანტა მარია დელე გრაციას მონასტრის მოხატვა 42 წლის ლეონარდოს დაავალა. და ვინჩიმ ფრესკაზე მუშაობა დაიწყო, მაგრამ ვერ ასრულებდა. ის საათობით შესცქეროდა დაწყებულ ნახატს და ხელს ვერ ჰკიდებდა. მხატვრის მთავარი პრობლემა მაცხოვრის და იუდას სახის შექმნას უკავშირდებოდა. ამიტომ და ვინჩი მუდმივად დადიოდა მილანის ქუჩებში და შესაფერისი გარეგნობის ადამიანებს ეძებდა. მომღერლების გუნდში მაცხოვრის პროტოტიპი იპოვა, მაგრამ იუდას სახის გამოხატვა იმდენად გაუძნელდა, 3 წელი ფრესკა ვერ დაასრულა. ერთ-ერთი გადმოცემით მაცხოვრის სახის შექმნიდან 3 წელში ის გამათხოვრებულ ლოდს ქუჩაში წააწყდა და მაშინვე მონასტერში მიიყვანა. გლახაკმა ფრესკა იცნოდა, გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის წინ სანამ სასტიკი ყოფა მის გარეგნობაზე ასეთ კვალს დატოვებდა, ერთმა მხატვარმა ამ სურათზე მისი სახით მაცხოვარი გამოსახა. ამ ვერსიით მაცხოვრის და იუდას სახე ერთი და იგივე ნატურით სხვადასხვა დროსაა შექმნილი.
მეორე უფრო სკანდალური ვერსია ფრესკის ისტორიაში 2006 წელს დენ ბრაუნის გახმაურებული წიგნის და ვინჩის კოდის გამოსვლის შემდეგ გამოჩნდა. ის ყურადღებას მაგიდასთან ქრისტეს გვერდით ქალის არსებობაზე ამახვილებს, რომელსაც მარიამ მაგდალინელთან აიგივებს. ამის დამამტკიცებლად მინიშნებებს იყენებს მანძილს მაცხოვარსა და მოციქულს შორის ფორმას, რომელიც ლათინურ ასო-ვის გავს, ამით ძველად ქალს გამოხატავდნენ. ასევე აქცენტს აკეთებს თითქმის იდენტურ ფერზე და ჩაცმულობაზე. ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბრაუნმა ფანტასტიკური დასკვნები გააკეთა. When these two figures change position. ვატიკანმა ფილმიც დაგმო ამ სენსაციურ მტკიცებას უმრავლესობა არ იზიარებს. მე-19 საუკუნეში აღმოჩენილ ლეონარდო და ვინჩის უბისწიგნაკში კი საიდუმლო სერობაზე გამოსახული მოციქულების სახელები თანმიმდევრობით წერია. ქალს მემსგავსებული ყველაზე ახალგაზრდა მოციქულ ივანედაა მოხსენებული. საბრინა სფორზა თავისი ახალი აღმოჩენით ნაწილობრივ ეთანხმება ორივე ვერსიას. ამ სურათით ლეონარდო ხსნის, რომ ყოველ მოციქულს თავისი ასტრონომიული წელი აქვს. ეგრეთ წოდებული ზოდიაქოს ნიშნები. თევზები მერწყული თხის რქა, პეტრა მშვილდოსანიათან ხელში დანაუჭირავს. იუდა ღრიანკალი, ქალიკის ასწორია და ასე შემდეგ. ებრაული კალენდარი გაზაფხულით იწყებოდა. ამიტომ არის ასეთი თანმიმდევრობა. იუდა ღრიანკალი ახლოსაა სასწორთან. ძველად სასწორს მორიელის მარწუხებად მოიხსენიებდნენ. იესო არის მზე. მზის მოძრაობა არ არის წრიული. ეს არის ელიფსური. რამდენიმე წელში გადადის სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანში. როგორ გადმოსცემდა და ვინჩი ამ მექანიზმს ნახატით, თუ არა სასწორის ქალის გამოსახვით. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. ამიტომ არის ქალი მაგიდასთან. საიდუმლო სერობის ფრესკა ახლა სიძველის და ნესტის გამო დაზიანებულია, მაგრამ ვატიკანში შენახული იმდროინდელი ზუსტი ასლით მკვლევარმა მრავალი დეტალი ამოიკითხა. ნახატზე 24 ლათინური ასოა, რაც დღეღამეში 24 საათს ნიშნავს. მრავლად არის საკრალური რიცხვები, 8, რომელიც ამოტრიალებული უსასრულობის სიმბოლოა, 12 და 6. საიდუმლო სერობის სუფრა კი მსოფლიოს გამოხატავს. მხოლოდ მეორედ მოსვლის დრო არ დაგვიტოვა. ასევე სივრცე ანუ კონკრეტული ადგილი შეგვიძლია ვნახოთ მაგიდაზე, რომელიც მსოფლიოს რუკას წარმოადგენს. როგორ გავიგეთ, რომ მაგიდა არის მსოფლიო რუკა? თუ დააკვირდებით ამ ხაზებს, მიხვდებით, რომ კუთხეებით ყველა ერთნაირი არაა. პირამიდასავით მიდის ზოგი, 4, 6 ან 8 გრადუსიანია. ეს რუკის გრძედები და განედებია. ეს არის მსოფლიო რუკის ერთ-ერთი უძველესი მოდელი. გრძედების და განედების დაანგარიშებით მეორედ მოსვლის ადგილსაც დაადგენთ. ზუსტად სად იქნება მეორედ მოსვლა? ამას ჩემი შემდეგი ნამუშევრებიდან გაიგებთ. საბრინა სფორზას მტკიცებით ფრესკა კიდევ არაერთ საიდუმლოს ინახავს, მაგალითად ანტიკურ პერიოდში ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ამერიკას. ასევე რატომ არის ჭერი ჭადრაკის დაფის ასლი, ან რატომ დგას მაგიდაზე 12 ჭიქა 13-ის ნაცვლად. მკვლევარი მუშაობას აგრძელებს და ყველა კითხვაზე პასუხს მალე გვპირდება. ყოველ შემთხვევაში ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველგვარი გამოკვლევების და წინასწარმეტყველების გარეშე ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობა მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ნიმუშია.